ფილები, რა თქმა უნდა, ფილებით მოპირკეთდება, თუმცა კიბის უჯრედის კედლების ფილებით მოპირკეთება გამოდის ძალიან ლამაზი, ასევე დაცული იქნება კედლების შემდგომ დაზიანებისაგან, დასვრისგან, დასვრის შემთხვევაში ადვილად გაიწმინდება ფილები და ტოვებს ძალიან მდიდრულ შეხედულებას. ახლა ნახოთ დასრულებულები, როგორ გამოიყურება. აქ გაკრა უკვე დასრულებულია, ჭირდება ფუგა, ფუგით შოები ამოივსება სარემთლიანობაში. გახოთ კიდევ და აქედანაც რო შევხედოთ, როგორ გამოიყურება კიბის უჯრედი. გადასართული. რაც შეეხება ზომების აღებას და გაკვრის დაწყებას, თუ საიდან როგორ უნდა დავიწყოთ, წინა ვიდეოებში ამაზე ვისაუბრე და თუ იქნება კიდევ შეკითხვა, გამოხმაურება, ისევ შემიძლია ვისაუბრო ამ თემებზე. ასევე ვთხოვ გამოცდილ სპეციალისტებს, ხელოსნებს ისევ და ისევ გაგვიზიარონ თავიანთი მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მსგავსი საქმის შესწავლას გაუადვილონ ეს ყველაფერი. წარმატებას გისურვებთ ყველას.